დილამშვიდობისა, დღეს 12 თებერვალია, ხუთშაბათი, თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ხსენება 3 დიდი მღვდელმთავრისა, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და წმინდა იოანე ოქროპირის, შეგეწიოთ მათი ლოცვა. დილამშვიდობისა, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს, ელისაბედ აბულაძე და გეგინე მსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ვნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი, გავიგოთ ვისი ხსენიებს დღეს 12 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და დარიგუნებით გადაცემის ანონსით პირდაპირ ეთერში. 12 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდ მღვდელმთავრებს ბასილი დიდს, გრიგოლი ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს, წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტეს, რომის პაპს და მასთან მოწამეებს, კენსორინეს, საბიანეს, ქრისია ქალწულს და სხვებს, ღირს ზენონს, წმინდა ბასილი დიდის მოწაფეს, წმინდა მოწამე თეოფილე ახალს, წმინდა კეთილმსახურ მეფე პეტრე ბულგარელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს, პირველი სტუმარი ტრადიციულად იქნება მოძღვარი, შემოგვიერთდება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრეთ ღვთისმსახურებაზე დასწრების წესების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 3 დიდი მღვდელმთავრის ხსენებას აღნიშნავს: წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირის. თემაზე სასაუბროდ გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი. და სიუჟეტიც გვექნება დღევანდელ გადაცემაში. კინოთეატრ ამირანში გაიმართა ფილმის სახელწოდებით 2000 წლის შობა მყინვარის ბეთლემის გამოქვაბულში ჩვენება. ფილმი ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ორგანიზებით მომზადდა. ფილმში ასახული არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლაშქრობა, რომელიც 26 წლის წინ მყინვარწვერზე მოეწყო, სადაც მღვდელმთავარი პროფესიონალ ალპინისტებთან ერთად იმყოფებოდა. და გადაცემის დასკვნით ნაწილში გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს სიუჟეტი შევთავაზოთ მაყურებელს. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ დაბრუნდებით სტუდიაში მოძღვართან ერთად.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს ხვის უბანში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. მამა დავით, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობისა გილოცავთ. რაოს დავესწროთ ერთობით. ამინ. მამა დავით, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ტაძარში მოქცევის წესების შესახებ, იმ წესებზე ვისაუბროთ, რაც ღვთისმსახურებაზე დასწრებას უკავშირდება. თუმცა ბუნებრივია დღეს დიდი დღესასწაულია და თავდაპირველად ამის შესახებ გკითხავთ. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს სამ დიდ მღვდელმთავარს, ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპის. მათი როლი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში რამდენიმე სიტყვით და ამ თემაზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში გვყავს კიდევ სტუმარი და უფრო განვავრცობთ. პირველ რიგში შევთხოვოთ ამ სამ დიდ წმინდას მღვდელმთავარს მეოხება ღვთის წინაშე, ამდენი წელი გავიდა, ამდენი საუკუნე და მათი ხსენება და ცხოვრება არამც თუ იჩრდილება, არამედ პირიქით უფრო მასშტაბურად აღესრულება და მათი სწავლებები, მათი სიყვარული დღეს კიდევ უფრო მეტად მკაფიო ხდება. აი მათ და მიმიძღვნილ სახარებაში ესეთი სიტყვები იყო გაჟღერებული ლიტურგიკულ სახარებაში, რომ ესე იგი ვინცო შეასრულოს ეს ყველაფერი, რასაც მე ვქადაგებ უფალი ამბობს და ესრეთ ასწავლოს კაცთა მათ დიდ ერქვას ასუფეველსაც ათასაო და ნამდვილად ისინი პირადი ცხოვრების წესით ქადაგებდნენ, არა უბრალოდ ლიტონის სიტყვით, მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიას და მიუძღვნეს მრევლს. უშუალოდ ბასილი დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი ერთ წელს იყვნენ დაბადებულნი 329 წელს ისინი ერთად სწავლობდნენ ათენის აკადემიაში ფაქტურად მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს როდესაც ერთად არ იყვნენ ისინი წერილებს წერდნენ ერთმანეთს იოანე ოქროპირი ახლობით 20 წლის შემდეგ იწყებს მოღვაწეობას და ერთგვარი მემკვიდრე ისე გვევლინება მათი და ნუ გაჩნდა ეს რაც ერთგვარი კაცობრივი რაღაც გაურკვევლობა ეკლესიაში მე-11 საუკუნეში ყოველთვის გვაუშვენ ადამიანებს ეს ვინ უფრო დიდია ეს პირველობისად მე სწრაფო და სახარებაშიც არის რომ როდესაც მოციქულები იწყებენ ამას და მსჯელობას რომ ვინ უფრო დიდია ჩვენ შორისო უფალი ახშობს მათ ამ პარტონულ გულის სიტყვას და პატარა ბავშვს დააყენებს და იტყვის რომ აი ვინც მიბაძავს ამ პატარა ბავშვს ესე მოიქცევა ვითარცა ყრმა ესე მას დიდი დაერქმევა სათა სასუფეველში და იგივე ნუ პავლე მოციქულიც პირველ საუკუნეში გამოყოფს ამ პრობლემას საუბრობს ამ პრობლემის შესახებ იქაც გაჩნდა გარკვეული მიმართულებები მიკერძოებები რომ მე პეტრისი ვარ მე პავლესი ვარ მე აპოლოისი ვარ და იქ პავლემ თქვა რომ ჩვენ ყველანი ქრისტესნი ვართ და ერთი სტულის სიბრძნეა ეს ყველაფერი და ნუ მე-11 საუკუნეში ერთ-ერთ სასულიერო პირს მიტროპოლიტ იოანეს განეცხადა სამივე მღვდელმთავარი თანადროულად და უთხრეს მათ რომ ჩვენ ვართ თანასწორნი და ჩვენი ხსენება ერთ დღეს დააწესეთ და ასეც არის ასეც არის როგორც ყოვლადწმინდა სამების წევრთა ერთთა შორის არ არის სუბორდინაცია ისინი აბსოლუტურ სიყვარულში და ერთობაში არიან ერთმანეთთან ასევე ჩვენს სრულ სიყვარულში ძმობაში და მეგობრობაში ვართ სასუფეველში და ერთ დღეს უნდა იყოს ჩვენი ხსენება და იქიდან მოყოლებული აგერ უკვე 10 საუკუნე გავიდა და მათი ხსენება არის დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა იოანე ოქროპირთან ძალიან ხშირი შეხება გვაქვს ჩვენ იმიტომ რომ მისი შედგენილი არის ის წირვა რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ეკლესიაში დაიწყება რა დიდი მარხვა დაიწყება ბასილი დიდის წირვები თქვარად გვენატრება ხოლმე ეს ბასილი დიდის წირვები იმდენად ღრმა არის და გრიგოლი ღვთისმეტყველი რომელმაც აი ყველაზე ისეთი მკაფიო დოგმატური და ისეთი თვალსაჩინო გასაგები სწავლებები მოგცა პირველ რიგში სამების პირთა შესახებ და მეორე რიგში დანარჩენი სხვა რა თქმა უნდა ყველა დოგმატურ საკითხზე რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს ეკლესიის უცნობელობის დოგმას და ასე შემდეგ. დიახ, მადლობა მამა დავით ამ თემაზე როგორც თქვით მეორე ნაწილში უფრო ვცლად ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემა, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ღვთისმსახურებაზე დასწრების წესები და ალბათ ეს არის რაც ყველას გვაინტერესებს, ყველასთვის საჭიროა ამის მოსმენა. თავდაპირველად, როდესაც შევდივართ ტაძარში, აი როგორი უნდა იყოს ჩვენი განწყობა, ამით დავიწყოთ. ლოცვაც არსებობს ხომ, შევიდეს სახსა შენსა და ასე შემდეგ. აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ, აი როგორ შევდივართ ტაძარში, რა მოგვეთხოვება აი ტაძარში შესulis წინ, ჩაცმულობის მხრივ, თქვათ აი მოწესრიგებულობის მხრივ, აი ყველაფერზე რომ გაამახვილოთ ყურადღება. რა თქმა უნდა პირველ რიგში
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ტაძარში არის ღმერთი განცხადებულად, როგორც ფსალმუში წერია, იგივე ეს ლოცვა, რომელიც ასევე ფსალმუში არის მოცემული, შევიდე სახლსა შენსა, თაყვანისმრე ტაძარსა, წმინდასა შენსა, შიშითა შენითა. და ის რომ ისე იგი სულიწმინდის მადლი მკვიდრობს ტაძარში და ყველაზე მეტად სწორედ ტაძარში უნდა იყოს გახსნილი ადამიანი ღვთის წინაშე და იქ ყველაზე მეტად ისმენს ჩვენსას უფალი. ამის არაერთი ესე იგი დაფიქსირება გვაქვს ჩვენ ბიბლიაში, იგივე მეზვერისა და ფარისევლის იგავე, ესე იგი ადამიანების ლოცვას როგორ განსაკუთრებულად ისმენს უფალი, ხომ და მათ მდგომარეობას. და ვიცით რა ეს, რომ ესე იგი ღმერთი ჩვენ გველოდება ტაძარში, როგორ განცხადებულობას წარმოვაჩენთ მის წინაშე, როგორ გულშემოსრულებას, როგორ თავმდაბლობას. და თუ რამხელა მადლი მოდის საიდუმლოებების მიღების შედეგად, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რაც დააძლიერებს მადლის გარდამოსვლა ჩვენზე არის შინაგანი მოკრძალება, მყუდროება, როგორც თქვით, თქვენს და ეს ყველა მიცით, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული ჩაცმულობა უნდა გქონდეს, ისე რომ არავის ყურადღება ჩვენ არ მივიქციოთ, არც ისე, არც ასე, შევიდეთ და ჩვენი შინაგანი გულის მსახურება აღოსრულოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სანამ შევალთ ჩვენ ტაძარში, წუთის სოფლის ყველაფერი გარეთ დავტოვოთ, ერთგვარად დავიფერთხოთ ამ წუთის სოფლისგან და შევიდეთ ტაძარში და ასე აბსოლუტურად ესე გასუფთავებულებმა და მყუდროებით და გაუფანტველად დავიწყოთ ღვთისადმი მსახურება, იმიტომ რომ დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ ქრისტიანებს გვეწვის გონება გაფანტულობა, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არის გვეწვის რომ ხელი შეგვიშალოს ღვთის მსახურებაში და ეს ყურადღების მოკრება და მოკრძალება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩვენ მადლი წავაბრძანოთ შემდგომში უკვე სატაძრო ღვთის მსახურებიდან და ერთ-ერთი კვერექსიც მსახურების დროს სწორედ ამას იმ ადამიანებს ეძღვნებათ რომლებიც შიშითა ღვთისათა და კრძალულებით და სიყვარულით მიდიან ტაძარში. როდესაც ჩვენ შევდივართ ტაძარში, ალბათ ვინც ახლა რასაც ვაკვირდები, მე ვინც არის მრევლი და დიდი ხნის განმავლობაში დადის ტაძარში, ყველას რაღაც თავისი ადგილი აქვს ახლა რაღაც იქიდან რაღაცნაირად ახერხებენ, უფრო კარგად რომ გაიგონ ღვთის მსახურება. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე არის ის, რომ ჩვენი სატაძრო მსახურების დროს რომ ისე იგი ვეცადოთ რომ ყველა სიტყვა გავიგოთ კარგად, ხომ იქ არის მედავითნი საკითხავები, ჩართული ვიყოთ, უსმენდეთ. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მაგიური რაღაც ენერგია კი არ მოდის ტაძრიდან, თავისთავად რომ შედიხარ ტაძარში, საკმეული სუნი, ეს ფრესკები ესე იგი კეთილგრძალულება მორწმუნეების ყველაფერი რაც არის შინაგანი მადლიდან გამომდინარე თავისთავად რა თქმა უნდა მოქმედებს ადამიანზე მაგრამ პირველ რიგში კურნება სჭირდება ჩვენს გონებას და ჩვენს გულს და თუ გონებით არ ესე იგი მივიღეთ ეს ჩვენმა ყურებმა და ჩვენმა სტაცნობლებმა თუ არ მიიღეს საკითხავები რომელიც ტაძარში ეკითხება მაშინ თქონდა დიდი სარგებლობა ჩვენ ვერ გვექნება რომ მარტო დგომა ჩვენ დიდი ხანი ასე თქვათ ვერ შეგვაძლებინებს მსახურებას. აი ჩართულები რომ ვიყოთ და რომ უსმოდეთ მეტნაკლებად ცოტა წარმოდგენა უნდა გქონდეს ხომ რა დროს რა ხდება იმ მცირე გამოსვლა რას ნიშნავს დიდი გამოსვლა რას ნიშნავს თქვათ ზიარება როდის არის სახარების ეპიზოდი როდის იკითხება ანუ ამდენად აი საღვთისმეტყველო განათლებას ზედაპირულ დონეზე მაინც ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ ადამიანმა მოусმინოს და გარკვეული ის წესები რაც საჭიროა დაიცვას. რა თქმა უნდა ეხა ის ყველაფერი რაც უფრო მეტად იცი და ცნობიერებ რომ იქ ესე შემთხვევით არაფერი არ ხდება და თითოეულ ქმედებას იქ მწუხრის მსახურება, ცისკრის მსახურება, წირვის მსახურება აქვს ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა და მთელი სამყაროს და კაცობრიობის სულიერი ცხოვრების გზა არის მოცემული ამ მსახურებებში და ეს არა მხოლოდ რაღაც ისტორიულ ჭრილში აღსრულებული რაღაც ქმედებები არის, რომელსაც თქვათ აღასრულებს ტაძრის მსახურები, არამედ საკუთარ თავში ხდება, ესე იგი, იმ წუთის სოფლის დაცემული მდგომარეობიდან უკვე ქრისტემდე მისვლა და მიყვანება და ამას გვატარებს და ამ გზას გვატარებს ჩვენ სატაძრო მსახურება, ეს რომ იცი უკვე ვცდილობ რომ შენ მაქსიმალურად იყო ჩართული მსახურებაში და
ყურადღების მიღმა არ დაგჭერს არაფერი. ასევე აი მაგ დეტალებზე შეიძლება რა თქმა უნდა საუბარი და ესეც უნდა ვთქვათ, რომ ესე მარტივად არ ხდება ადამიანის განკურნება ტაძარში, ნუ მიზანი ეს არის, რომ ადამიანი განიკურნოს ტაძარში, ხო? ისე იგი მისი ეს დაზიანებული, დაძველებული ბუნება გამთელდეს, მოხდეს ჩვენში სულიერი ფერისვალება, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს, ჩვენი ღვთისმსახურების მიზანი არის სიყვარული. და აი სიყვარულში უნდა ვიზრდებოდეთ ჩვენ წირვიდან წირვამდე, რწმენაში უნდა ვიზრდებოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ხდებოდა ჩვენი ცხოვრების შეცვლა. მწუხრის მსახურება ეს არის ესე იგი კაცობრიობის დაცემა, ხომ ისე იგი მწუხრი იწყება საღამოს ბნელდება, ხომ ისე იგი ესე რომ უკვე აღარანეთებს ბნელდება სამყაროში და ეს არის სიმბოლურად ისე იგი დაშორება კაცობრიობის ღმერთიდან, სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ თანდათანობით რაც უფრო დრო გადიოდა, კაცობრიობა უფრო მეტად და მეტად შორდებოდა ქრისტეს ღმერთს, ზოგადად ყოვლადწმინდა სამება ღმერთს და ეს 113 ფსალმონის არის სამყარო შექმნა, ის სილამაზე, ის მშვენიერება, რომელშიც ვიმყოფებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გამოუცდელობით, ჩვენი რაღაც თავისუფალი ნებით, ბოროტის შეცდენით, ჩვენ გამოვარდით სამოთხიდან, სინანულის გამოსტილებაც არ ქონდა, მაგრამ ეკლესია თანდათანობით ემსახურებების შედეგად ჩვენ ყოველდღურად გვაბრუნებს ჩვენ მამისეულ წიაღში უფალო ღაღად ყავს ასე და ეს საგალობელი ემსახურება კაცობრიობის ღაღადის გოდებას ყველა ისე იგი გლოვობდა საკუთარ თავში, ვისაც უნდოდა ღმერთთან უკვე დაბრუნება, მაგრამ ესე მარტივი აღარ იყო უკვე ღმერთის მადლთან თანაზიარება, ღმერთის წიაღში დაბრუნება და აი ეს საგალობლები წარმოაჩენს ისე იგი ადამიანის მდგომარეობას, რომ ისე იგი თავდაპირველად ესე მარტივი არ იყო და არ არის ხომ უცებ რომ ღმერთთან აღადგინო პირდაპირ ურთიერთობა. ქარის ვიმეონ ღვთის მიმქმელის ლოცვაც განუტევემ უნდა ისინი და თანდათანობით უკვე ჩანს სამყაროში ის აღთქმა, რომელიც მოგცა უფალმა, რომ მე მხსნელს მოგივლენ თქვენ და ისევ დაგაბრუნებთ პირვანდელ დიდებაში და პატივში. დიახ, მამა დავით, აი ჩვენივე პრობლემა თუ სისუსტე მრევლის ალბათ ერთ-ერთი ისიც არის, რომ მწუხრის, ცისკრის და წირვის მსახურებას ერთმთლიანობად არ აღვიქვამთ და უფრო მეტად ვთქვათ, წირვას შეიძლება ვესწრებით და ლოცვაზე, საღამოს ლოცვაზე დასწრებას არ თვლით აუცილებლად. აი ამაზეც რომ გაამახვილოთ ყურადღება და კიდევ აი საუბართან დაკავშირებით, აი რატომ არ შეიძლება ტაძარში საუბარი ამაზეც, რაც რა თქმა უნდა, თუნდაც შურჩული, ხო? რა თქმა უნდა, რომ აი რაღაცა უნდა უსმენდე და მოწყვეტილი უნდა იყო ამ წუთის სოფელს ის საათნახევარი თუ 2 საათი. დიახ, ცით რა არის ყოველას მდგომარეობაში შეიძლება შევიდე ჩვენ და დღეს ძალიან დიდი შრომითი წესი აქვს ყველა მორწმუნე ადამიანს, რასაც ვაკვირდები და ძალიან ხშირად ისინი მართლა ვერ ახერხებენ მწუხრისა და ცისკრის მსახურებაზე დასწრებას, ხო, ნუ ახლა გამოვალი სიტუაცია, ესე მარტივი არ არის ახლა ისეთი სამსახური შეუნა, რომ ოჯახი შეინახო და ასე შემდეგ და აი ამ კაცობრიულ უძლურებებს, რა თქმა უნდა, ეკლესია ითვალისწინებს და ნუ ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ემსახურებებს შორის არის წირვის მსახურება, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენთვის შეუძლია, რომ უფრო მეტად რომ ისე იგი მოვახერხოთ მომზადება ქრისტეს მისაღებად, მისი მადლის მისაღებად საკუთარ არსებაში, აუცილებელია მწუხრისა და ცისკრის მსახურებებზე დასწრება, რომლითაც უფრო მეტად ხდება შინაგანი მომზადება. დამეთანხმებით ალბათ ყველანი ამაში, მე წინა დღეს რომ ლოცვაზე იყავი, ჯერ მარტო ის რომ 2 საათი შენ წდები ამ წუთის სოფელს და რაღაცნაირად ეჯაჭვები საღვთოს, ეს ძალიან დიდ ასე ვთქვათ მადლს გაძლევს და მე უკვე მეორე დღეს რომ ზიარება არის, ან ხშირად არის რომ გადამულად არის ეს ღამის თევის მსახურებაზე მწუხრის ცისკარი და იქვე წირვა მიებმის. რა თქმა უნდა, კარგია ესა და ამას თუ ვერ ახერხებს ადამიანი, ჩვენ გვაქვს ეკლესიის ისეთი გამოცდილება, რომელიც გარკვეულწილად ცulis მწუხრისა და ცისკრის ლოცვას, თუ ადამიანი ვერ ახერხებს მასზე დასწრებას, შეიძლება ეს მოხდეს, თქვა, მოძღვრის პირადი კურთხევით, ამ ყველაფრის ჩანაცვლება, ესე იგი, გარკვეული კანონების კითხვით, სახშენ სახარების რამდენიმე თავის აკითხვით, ან იესოს ლოცვის
რამდენიმე ჯერ წარმოთქმით და ასე შემდეგ გარკვეული რაღაც კომპენსაცია რომ მოვახდინოთ იმ დროის რომელიც აუცილებელი იყო ჩვენს გამოსაფხიზლებლად. რაც შეეხება საუბარს და იმ ჩურჩულსაც, რომელიც თქმა უნდა მიუღებელია ტაძარში ყოფთათვის, ძალიან უშლის ხელს ეს ყველაფერი ყურადღების მოკრებას. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ესე ყველაზე მეტად გავიხსენოთ თავად ქრისტეს მოქმედება. ესე იგი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ტაძარში შესულნი იყვნენ სხვა მიზნისთვის, ხომ, ლოცვის გარდა ყველაფერს აკეთებდნენ. ესე იგი ერთადერთი შემთხვევა არის რომლის სადაც ქრისტე ესე იგი მრისხანებას და სიმკაცრეს იყენებს ადამიანების მიმართ და ეს ხდება მაშინ, როცა იერუსალიმის ტაძარში იყვნენ მოვაჭრეები და სრული რაღაც ანშლაგი იყო იქ და არანაირად არ იყო მყუდროება და ლოცვა და უფალმა თქვა, რომ სახლსა ჩემს სახლს სალოცველ ეწოდოს და სალოცველი სახლი არის ჩემი სახლი და როცა ადამიანი ტაძარში ლოცვის გარდა სხვა რამეს აკეთებს, რა თქმა უნდა, მაშინვე უნდა წარმოვიდგინოთ ქრისტე, რომელიც ესე შოლტით გარკვეული მისი საღვთო რისხანებით, რომელშიც ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიყვარული არის, ყველას უშვებს ტაძრიდან. ესე იგი ჩვენ პირიქით გვინდა რომ ქრისტესთან ახლოს მივიდეთ და როცა ტაძარში ვსაუბრობთ, ამითი ესე იგი ვიწყებთ ნაბიჯების უკან. და ამ დროს მოძღვრის შენიშვნა არ უნდა გაგვიკვირდეს და არ უნდა გვეწყინოს, ხომ? როდესაც ესე ვიქცევით. ალბათ. ჩვენთან მე რასაც ვაკვირდები, ზედმეტი შენიშვნებით არ არის, ასე ვთქვათ, საჭირო. საკმარისია ერთი უბრალოდ გამოხედვა, ისეთი მოკრძალებული გამოხედვა, ჩვენ მაინც ისე ვდგავართ, რომ უკან არ ჩანს რა ხდება და მეულიც შეძლებს და გვარასტილობს რომ მოგზაურობა დაიცვას, მაგრამ ხან არის რომ რაღაცის გამო შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას და ამის გამოც ახლა ზედმეტი სიმკაცრის გამოვლინება ჩვენი მხრიდან არ არის ალბათ მიზნად შეწონილი, იმიტომ რომ ქრისტეა და ჩვენ მაინც არ ვართ იმ ხელასულიერ სიმაღლეზე. აი ახლა ჩვენი გადაცემის მეშვეობითაც ახლა ვინც ბევრი ისმენს და ვიცი რომ აი ამ ესე იგი მოცემულობას კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებენ და არის კიდევ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი წირვის დროს, სადაც სასულიერო პირი ხელს იშვერს წინადაგებული მსხვერპლისკენ და ზღვენისკენ და ესეთ სიტყვებს ამბობს, ვსგეთ კეთილად, ვსგეთ შიშით, მოხედენ წმინდა სამს შესაწირავს სამშვიდობით შეწირვაცა და ამ დროს არამც თუ საუბარი და ჩურჩული ან ფიქრიც კი არ შეიძლება, ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად ხაზს უსვამდა ღვთისმსახურების ეპიზოდს, რომ აი აქედან მოყოლებული ჯობია რომ ჩვენ ეს მუხმოყრე ვიყოთ ტაძარში და ის განსაკუთრებული რაღაცა შიში და მოგზაურობით აღვისოთ, იმიტომ რომ ის რაც ხდება და ის რაც გვაჩუქა ჩვენ უფალმა საკუთარ თავთან ზიარება, ევქარისტია, ქრისტეს ხორცის და სისხლის მისი სხეულის მიმღებლობა, აი ამაზე გული უთქვამთ ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, კერუბიმებს, ისინი უხილავად ტაძარში არიან შესვლის დროს მღვდელი ამბობს საიდუმლო ლოცვას, სადაც არის ესეთი სიტყვები, რომ დაჰყავს შესვლასა ჩვენსათან წმინდათა ანგელოზთა შესვლა. იქიდან მოყოლებული უკვე ესე განსაკუთრებულად შინაგანად, ჩვენ ახლა ხორციელი თვალებით ანგელოზებს ვერ ხედავთ, მაგრამ აი ნამდვილად იხსნობა, რომ მართლაც მთელი ზეციური სამყარო იმყოფება წირვის დროს და აი ამ დროს ეს ზედმეტი მოძრაობაც კი არ შეიძლება, რომ ტაძარში ახლა ყველანაირი კატეგორიის და დონის მოწმუნე ხვდება, ზოგი ახალმოსულია, ზოგი უკვე დიდი ხანი არის იქ ტაძარში, ანუ რაღაც ისეთი მეტანიების გაკეთება, რაღაც ზედმეტი მოძრაობები არაფრით არ შეიძლება ტაძარში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები მსახურებაში და ჩვენი არა ვინმე მისე არ გაიგოს რომ მეტანიების კეთება იმ დროს როდესაც თქვა ხალხი ბევრი არის და ამით შეიძლება სხვა შეუშალო ხელი ამას გულისხმობს ხო მეტანია უფრო პირადი ის არის ხო მე თქვა რაღაცა შემდგარი ხატების წინაშე და პირადად აკეთებ აი მეტანიებს თუმცა არის ახლა ესეთი მსახურება პირველ შეწერულის ლიტურგია რომელიც დიდ მარხვაში უკვე აღესრულება სადაც გამოკვეთილად თვითონ სასულიერო პირი წმინდა ტრაპეზის წინაშე აკეთებს ისე ეფრემასტურის ლოცვას აღასრულებს და არის იქ მცირე მეტანიების და დიდი მეტანიების და ეს ერთობლივად როცა ხდება, ნუ გასაგებია, მაგრამ როცა ყველა ესე დგას ქედმოხრილი, შენ რაღაც იქ შენებურად არ უნდა დაიწყო თქვა ტრიალი და ძალიან ხშირი არის ასევე შემთხვევა, აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს
როდესაც ჩვენ ვამბობთ ესეთ სიტყვებს, რომ სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება, მაშინ იწყება თელი ჩოჩქოლი ტაძარში და იქ სანთელი და სანთლის ანთება და ამ დროს დამთავრდა სახარება. ჩვენ ახლა გვიშინ ღამე ქონდა წირვა და აი ეს მღვდელმთავრების სახარება იყო მხოლოდ დადგენილი და სულ რაღაც 1 წუთი გაგრძელდა სახარების კითხვა, მოუთ ღრმა და შინაარსიანი იყო, მაგრამ ქრონოლოგიურად დროითი კუთხით დიდი ხანი არ გაგრძელდა და დამთავრდა სახარება და შენ ისევ ისე იგი სანთლის ანთებას და სანთელს ეძებდა მის ანთებას და ამაში ბუნებრივია ხშირად ჩვენი ყურადღება იფანტება. საერთოდ ისეც უნდა ვთქვათ, რომ სანთელს აქვს ესეთი მნიშვნელობა ქონდა, ძველ ეკლესიაში. სანთლის შუქზე ხდებოდა, ისე იგი ღვთისმსახურების აღსრულება, ელექტროენერგია ბუნებრივია მაშინ არ იყო. სანთელი იყო ერთგვარიანი ყველაზე დიდი შესაწირი ტაძრისთვის. დღეს ახლა ხო, როდესაც ყველა ტაძარში ფაქტურად არის ეს ელექტროენერგია და მღვდელს არ აქვს იმისი პრობლემა, რომ განათების ხო მის კითხულობს იმ სახარებას. ეს ხა შინაარსობრივად მანდამაინც შენ რომ ხა იმ მომენტში არ ანთოს ეს სანთელი ისე მოусმინო სახარებას გულისხმურით ეგ ჯობს. არ კარგია რომ შენ გქონდათ მანამდე გქონდეს ეს მომარჯვებული სანთელი და უხმოდ და უპრობლემოდ შეძლო სანთლის ანთება, მაგრამ თუ ხა არ ხერხდება ჯობია რომ პირველ რიგში შინაგან სანთელის ანთებაზე იფიქრო, რაზეც საუბრობს უფალი სახარებაში, რომ თქვენი შინაგანი სანთელი ღვაწლი რაც არის იყოს ყოველთვის ანთებული. მამა დავით, აი არსებობს ცხოვრებისეული ქცევის წესები, ერთგვარი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მოქმედებთ, ხო? ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახი იქნება გარეთ მეგობრები, ნებისმიერ გარემოს სამსახური თუნდაც ხო ნებისმიერ გარემოში არის ქცევის წესები, ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც მოქმედებთ. აი რამდენად ვიაზრებთ სხვაობა რომ გავმარტოთ ღვთისმსახურებაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება, ეს არის პირველ რიგში ადამიანის სულიერი წარმატებისთვის, რომ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანი. ამ სხვაობას და ამ მნიშვნელობას რამდენად იაზრებს ადამიანი, რომელ გარემოში როგორ და რატომ უნდა მოიქცეს სწორად. ხო, ესე იგი ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანი ვერ აღიქვამს ამ ლიტურგიკულ სივრცეს. ვერ ხვდება, რომ აქ ძალიან დიდი საიდუმლო აღესრულება, რაღაც დონეზე ყველანი აღვიქვამთ, მაგრამ ბოლომდე და ახლა ესე ერთეული ადამიანები ალბათ ისე რომ აი ძალიან ისეთი სტულიერად ღრმად რომ მიაზრებდნენ აი ამ ყოველივეს ძალიან ხშირად ჩვენს ძალიან ისეთი მაქსიმალურად შინაგანი ძალების მობილიზება გვიწევს რომ სხვაგან არ ვიყოთ და იქ ვიყოთ სადაც უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა წირვას არაფერი არ შეედრება ვერაფერი ვერ შეედრება ჩვენ თქვით რომ თავად ანგელოზებსაც კი გული უთქვამთ აი მსახურებისთვის ანგელოზებისთვის არ არის ზიარება ჩვენთვის მოკვდავი ცოდვილი ადამიანებისთვის ქრისტე მინება ზიარების მისი სხეულის მოცემა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ, ყველაფერი შეიძლება რაღაც დონემდე მივიყვანოთ, ვისწავლოთ, კარიერა, ასე შემდეგ, ყველაფერი დავალაგოთ, მაგრამ აი ამის გარეშე არაფერი არ იქნება, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ღვთისმსახურება ყოველთავის არგებელას, ამ ცხოვრებაშიც გეხმარება, მკონებას გიხსნის, გზას გიხსნის და აქვს მარადიული ცხოვრების აღთქმა. უფალი ამბობს სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ეს ღვთისმსახურება ყველაზე მეტად სწორედ წირვის დროს წარმოჩნდება, ხო? უფალი ამბობს ახარებაში, ვინც არ ეზიარება, ვერ ცხონდება. და თან ეს არის სულიერი საზრდელი, ხო? მე ერთხელ ვეზიარე და ამით დამთავრდა არა. პირიქით, რომ ეზიარე მერე იწყება კიდევ უფრო მეტი. კიდევ რომ ეზიარები კიდევ უფრო მეტი ჩვენ შექმნილი ვართ ღვთის ხატად და მსგავსად. ხატება ეს არის ერთჯერადის მოცემულობა, ეს გონიერება, შემოქმედებითობა, ეს თავისუფალინება და ასე შემდეგ. ხოლო ღვთისადმი მსგავსება თუ გინდა რომ ჩვენში მარადიულად იყოს და ვემსგავსოთ და ვემსგავსოთ ღმერთს, ხშირად უნდა ვეზიაროთ და ეს რა თქმა უნდა ემსახურება ჩვენს შინაგან კარგად ყოფნას. დიახ. მამა დავით ძალიან ცოტა დრო გრჩება ერთგვარად რომ შევაჯამოთ და ერთი შეკითხვა მინდა და მამა ჩვენოს შემდგომ აი წმინდა არ წმინდათა რომ ამბობს მოძღვარი და შემდგომ აი ზიარებამდე პერიოდია სანამ ბარძიმს გამოაბრძანებენ. აი ამ დროს წდება ხოლმე ჩოჩქოლი ზოგჯერ და რაღაც ზოგი გადის, ზოგი შემოდის. აი ამაზეც რომ გითხრათ რომ აი ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს, რა არის ქცევის წესი ამ დროს ქრისტიანის და ამით დავასრულოთ. დიახ. მე მგონი დაგვრჩა რამდენიმე წამი. აი მამა უჩვენოს შემდეგ სადაც დროს ისე იგი და ჩვენ ვითხოვთ ყველაზე მთავარს არსობის პურს, თავად ქრისტიანებს რომ მე ვარ არსობის პური, რომელიც ეცით გარდა მოხეთ, პური სიცოცხლისა და ჩვენ ვემზადებით წმინდა პურის, რომელიც არის თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტემის მისაღებად
და მღვდელი ისე ქედ მოხრილი დგება დგას აი ამ დროს იხრება რომ ეს აღამაღლოს აი ეს არეკინი და თქვას განსაკუთრებული სიტყვები ხო წმინდა არ წმინდათ და აი ამ დროს რა თქმა უნდა ყოლა შეუსაბამო არის ჩვენი ეს თქვა რიგის დაკავება მოძრაობა და რაღაცა ზედმეტის ნუ ბავშვებს ვერ გავამტყუნებთ ეხლა რაღაც ისე დიდი სიყვარულით მოდიან ამ დროს ზიარებაზე სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე რომ ისე გარკვეულ რაღაცა ბავშვობაში შესაძაც იყვნენ ბავშვები და ესე ცოტა ქცევაში ვერ ჯდებოდა ნორმაში მათი საქციელი იქ ესე იგი დაიწყეს მათი გაყვანა ქრისტედან მაგრამ უფალმა თქვა რომ აცადეთ ყანებს ამაგას მოსვლა ჩემ და რამე თუ ეგევითართა იარსას უფეველიც ათაიო და სხვადასხვა აქ რამდენიმე ორი წესი არსებობს ამ დროს ლიტურგიკულად ერთი არის რომ ესე იგი იკეტება ამ დროს აღსავლის კარი და კრეცაბმელი და მეორე წესის მიხედვით არ იკეტება და ჩვენ შემთხვევაში არ ვკეტავთ კარს წმინდა არ წმინდა თქვენს ტაძარში არ ვკეტავთ დიახ არსებობს ამის ტრადიცია და ესეც გარკვეულ რაღაც ყურადღების მოკრებაში ეხმარება მრევლს რომ ისე იგი ჩანვართ რომ ჩვენ ესეთი მოხრილები ვართ ღვთის წინაშე და ავტომატურად ის იმაცეც გადადის ყველაფერი. როგორც კი ფარდა იკეტება ესე იგი ძირითადად მაშინ იწყება ხოლმე ხმაური და რაც არ შეიძლება. რაც რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მოგილოცავთ დღევანდელ დღეს დაგემშვიდობებით. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 9 საათია მოვისმინოთ ჭირძის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავბრუნდებით კლუბ სტუდიაში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ.
მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეტირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ გადაცემას სტუმართან ერთად. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სამი დიდი მღვდელმთავრის ხსენებას აღნიშნავს. წმინდა ბასილი დიდის, წმინდა კირილ ღვთისმეტყველისა და წმინდა იოანე ოქროპირის. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი. რევაზ დინოჩიდობისა გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ასევე გილოცავთ და მადლობა მოწვევისთვის. სამი დიდი მღვდელმთავრის ხსენებას აღნიშნავს დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მოახსენეთ უკვე ჩვენს მაყურებელს და იცის შესანიშნავად საზოგადოებამ. ბუნებრივი ერთი გადაცემა არ ეყოფა ამ უდიდეს წმინდანებზე საუბარს, თუმცა ჩვენთვის განკუთრებულ დროში მნიშვნელოვან ასპექტებზე გავამახვილოთ ყურადღება. მათი როლი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და რატომ აღინიშნება ერთ დღეს სამი წმინდანის ხსენება, ეს რომ განმარტოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, არათუ სამივე მოღვაწის შესახებ ამდენი დრო რაც დაასახელეთ, არამედ თითოეული მათგანის შესახებ ცალკეც კი შეუძლებელია ისეთ პიროვნებებთან გვაქვს საქმე. თავიდან უნდა აღვნიშნო, რომ ეკლესიის ისტორიაში ძალიან ბევრი წმინდანია, ამით განთქმულია ბუნებრივია ქრისტიანული ეკლესია პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მაგრამ შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ ეს წმინდანთა დასი, ასე შეიძლება ითქვას. ერთნი, რომლებმაც თავიანთი პატიოსნებითა და თავიანთი ცხოვრების წესით უპირველესად ქრისტესადმი ერთგულებით სახელი გაითქვეს და ასე აღესრულნენ და ბუნებრივია ისინი მაგალითნი არიან ჩვენთვის და წმინდანთა დასში აბსოლუტურად სრულიად სამართლიანად არიან დამკვიდრებულნი, მაგრამ მეორე ნაწილი, ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რასაკვირველია ძვირფასი, არიან ის ადამიანები, რომლებიც ამის პარალელურად კიდე რასაკვირველია თავიანთი ცხოვრების წესით და ერთგულება ქრისტეს სარწმუნოებისადმი
ამის პარალელურად მეცნიერებით იყვნენ გამორჩეული. აი სწორედაც ეს სამი დიდი მოძღვარი, მე არ მეგულება ალბათ ადამიანი, მრევლის წევრი, შეიძლება ბევრი საკმაოდ დიდი წმინდანის შესახებ არ ქონდეს მას გარკვეული ცნობა, მაგრამ არ არსებობს ამ სამი პიროვნების შესახებ მას რაიმე წარმოდგენა არ ქონდეს, შეიძლება ღრმად მათ ცხოვრებას არ იცნობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გაიგოს მაინც, არ გაიგოს მაინც, რომ ხო იმდენად ხშირად ჟღერს ეს სამი უდიდესი პიროვნება. ახლა რამ განაპირობა მათი ცხოვრება? ცალკე აღსრულების დღე თითოეული მათგანისა ცალ-ცალკე აღინიშნება ეკლესიაში ორი დიდი მოძღვრის, სწორედაც იანვრის პერიოდშია ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის, ხოლო წმინდა ივანე ოქროპირის ნოემბერში აღესრულა, მართალია ჯვართამაღლების დღესასწაულზე აღესრულა, მაგრამ ლიტურგიკული პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგანაც დღესასწაულზე არ შეიძლება რომელიმე სხვა ხსენება იქნას აღნიშნული, ამიტომ გადატანილი იქნა ნოემბრის თვეში მისი ხსენება. მაგრამ აი დღევანდელი პრაქტიკა 12 თებერვალი საერო სტილით არის განსაკუთრებული მოვლენა ეკლესიის ისტორიაში და რამ გამოიწვია ახლა ეს მე-11 საუკუნეა დაახლოებით, როდესაც იქნა გამოცხადება ერთ-ერთი ბერისადმი, ეპისკოპოსისადმი იოანე იყო ასეთი ევკაიტელი ეპისკოპოსი, საკმაოდ სახელგანთქმული და დიდი ღირსებით გამორჩეული, რომელსაც ძილში ეჩვენენ სამი უდიდესი მოღვაწე ეჩვენა და პირდაპირ უთხრეს, რომ დასრულდეს ჩვენ შესახებ ყველანაირი კამათი. ახლა რა კამათი იყო ეს? სამწუხაროდ მათი გარდაცვალებიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ იმ ჯგუფის სახელად, ანუ ვიღაც ბასილი დიდის სახელით ჯგუფი იყო, რომელიღაცა ჯგუფი, ერთი იყო ივანე ოქროპირის, მეორე გრიგოლ ღვთისმეტყველის და ისინი თავს იწონებდნენ რა სხვა რაღაცით, რა თქმა უნდა, ერთმანეთისადმი არ ქონდათ, რომ თქვათ, ბასილი დიდი არ იყო მოღვაწე და ივანე ოქროპირი იყო, ამაზე არ იყო საუბარი. უბრალოდ ისინი ერთმანეთს ედავებდნენ იმაში, რომ მათი მოძღვარი, მათ მიერ აღიარებული, განსაკუთრებული მოძღვარი აღემატებოდა დანარჩენ ორს. სხვათა შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, შეიძლება განიმარტოს ეს დეტალი, თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, თითქოს ეს არის ერთი ისტორიული რაღაცა უმნიშვნელო ფაქტი, რომელიც შეიძლება წლების მანძილზე გაივლიდა რაღაცა ემოცია და მოგვარდებოდა. ჯერ ერთი ეს ემოციაც რო არ გადიოდეს, ეს ფაქტი იყო, იმიტომ რომ მე-4 საუკუნეში აღესრულნენ მე-4 საუკუნის მიწურულს წმინდა ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი და 4-7 წელია წმინდა ერთი პერიოდია, ხო, აღესრულნენ. მე-11 საუკუნემდე კიდე გასტანა ამ ემოციამ, ანუ არ სრულდებოდა ფაქტია, რომ არანაირი პირობა არ არსებობდა ამის. და ერთიც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ იყო არსებითი ახლა ეს გამოცხადებაც ბუნებრივია და მე კონკრეტული რაღაცა მიმართულება რას უნდა გაუსვა ხაზით. რეალურად ახლა ჩვენ ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ, მართლაც სამივე თანაბარი შეუძლებელი. სამი კი არა, რაც არ უნდა დიდი მოღვაწეები იყო, ღვთის წინაშე რაღაცა ადგილი მათაც განეკუთვნებოდა. ბუნებრივია. ანუ ამის გამო არ იყო ეს დღე და ამის გამო არ გამოეცხადნენ ისინი, რომ ჩვენ ემტკიცებინათ ახლა მართლა ვართ თუ არა თანასწორნი ღვთის წინაშე. მეცაც გეტყვით, ახლა შეიძლება ამის საშუალება არ მოგვეცეს, მაგრამ ახლა მათ შორისაც დაინახება აშკარად გამორჩეულობა მოღვაწეობაში, ხო? ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ბასილი დიდს კიდევ უფრო დიდ პატივს განუკუთვნებს ეკლესია. ამის შესახებაც გვაქვს სხვათა შორის გამოცხადება, მაგრამ ამ გამოცხადების მთავარი მიზანი ის იყო, რომ დავა დასრულებულიყო მათში. არა ის კი არა, რომ ემტკიცებინათ რომელია დიდი, არამედ დავა. სხვათა შორის პირველ საუკუნეში ეკლესიის ისტორიაში პირველივე პერიოდში მოხდა ასეთი ფაქტი, რასაც აღწერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ჩამოყალიბდა გარკვეული ჯგუფები. აი პირდაპირ ამბობს ის, რომ ზოგნი თქვენშიო ამბობენ, რომ მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი ვარ, მე კეფასი ვარ, ხოლო მე ქრისტესი ვარ. აი გარკვეულ ჯგუფებზე გვესაუბრება პავლე მოციქული და ამას ეპისტოლით მიაქცია ყურადღება. ანუ მან იგრძნო. რეალურად საეკლესიო მოძღვრების საუბრობრივ შეიძლება მართლაც არ ყოფილიყო პავლეს სახელად რაიმე ჯგუფი ან მეორე სახელად, მაგრამ გარკვეული რაღაცა ჯგუფები. იქაც სხვათა შორის არანაირი სარწმუნოებრივი დაპირისპირება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ეს მოძღვრის უპირატესობის განცდის წარმოჩენა იყო. და პავლე მოციქულმა საფრთხე იგრძნო ეს ეკლესიის ერთიანობას ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეუშლის და ჩვენ მოგვეხსენება, რომ თავარი გადამწყვეტი ეკლესიის ერთიანობა არა რაიმე კონკრეტული ფაქტები და თუნდაც პიროვნებები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის ერთიანობა და ამიტომაც მან ეპისტოლით შეეცადა, რომ მას მოეგვარებინა ეს პრობლემა. სხვათა შორის ძალიან მალევე შემდგომ ცოტა მოგვიანებით პირველი საუკუნის მიწურულს პავლე მოციქულის ერთ-ერთი თანამედროვე იყო წმინდა იპოლიტე კლიმენტი რომაელი, რომელმაც ასევე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კიდევ ერთხელ ახსენა ეს ფაქტი და ოღონდ ახსენა როგორ ნახეთ, რომ
ბოლომდე ვერ მოგვარდა ფაქტია, იმიტომ რომ როდესაც კლიმენტი რომელი გვესაუბრება, ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ გაიხსენეთო პაულეს დროსაც იყო მსგავსი დაპირისპირება, მაგრამ იმ დაპირისპირებას მაშინ ისეთი ზიანი არ მოუტანია, როგორც ჩვენს დროსო. ანუ ეს იყო გარდაუვალი პროცესი, სამწუხარო და ამას ეკლესია ბუნებრივია უნდა შეხვედრო და ამ გამოცხადებაში დაუბრუნდეთ ისევ მე-11 საუკუნეს, ამ გამოცხადებაში ერთხმად მიმართეს, რომ ჩვენი ხსენება იყოს აღსრულებული ერთ დღეს და პატივი მოგვეგებოდეს ერთ დღეს. შეიძლება ახლა ეს უცნაურად ჩანდეს, რომ მოღვაწე თვითონ ითხოვს პატივს, მაგრამ აქ ისევ გამოცხადებაა მით უმეტეს და აქ არ არის მისადმი პატივის განკუთვნაზე, არამედ საუბარია ეკლესიაში პრობლემის მოგვარებას და სწორედ აი ამიტომ დაფუძნდა. ბატონ რევას, აი თითოეული დიდი მოღვაწე რითი იყო გამორჩეული, ამაზეც ვისაუბროთ. თავისუფლად წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველით, იგივე ნაზიანზელით თუ შეიძლება, რომელიც იყო ბერძნული პატრისტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცნობილი წარმომადგენელი, მე-4 საუკუნის მოღვაწეები არიან სამივე დიდი მამა და აი თითოეულზე რამდენიმე, ესე იგი, სიტყვით თუ რაღაც ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, მოგვაწოდოთ ჩვენც და მაყურებელს. აუცილებლად, სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით აქ წმინდა ბასილი დიდსა და გრიგოლ ღვთისმეტყველზეა საუბარი. ისინი არიან კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლის დამფუძნებელი, რომელმაც ეს უბრალოდ არაერთი რიგით რაღაც სკოლა, რომელმაც სკოლამაც მთელი ეპოქა შექმნა და ფაქტობრივად გზა გაუკვალა შემდგომში აი პატრისტიკა ახსენეთ, პატრისტიკული მემკვიდრეობა, მთელს ამ მემკვიდრეობას. საერთოდ ეკლესიის ისტორიაში მე-4 საუკუნე ოქროს ხანად არის მიჩნეული, ნუ მოციქულთა ეპოქის შემდგომ ბუნებრივია, მაგრამ აი ამ ოქროს ხანაშიც კი კაბადოკიური ღვთისმეტყველება და აი ეს ორი მოღვაწე და მესამე მოღვაწეს იყო სხვათა შორის გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდი ძმა, ამ შემთხვევაში იოანე ოქროპირი აბსოლუტურად ცალკე მიმართულების იყო, ნუ საეკლესიო ერთობაში, მაგრამ არა კაბადოკიურ ღვთისმეტყველებასთან პირდაპირ დაკავშირებული და გარკვეული რაღაცა მთელი ტონის მიმცემი აღმოჩნდა მთელი დანარჩენილი ეპოქებისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ღირსია იმისა, ეს ყველა მოღვაწე ღირსნი არიან, რომ ვისაუბროთ თითოეულად მათზე. დავიწყოთ გრიგოლ ღვთისმეტყველით, დაახლოებით 329 წელს უნდა დაბადებული იყო გრიგოლი. სხვათა შორის სამივე მოღვაწის ცხოვრებაში არის გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ მათ ყრმობაში, წმინდად იზრდებოდნენ, მშობლებიც წმინდები ჰყავდათ და გამორჩეულნი, მაგრამ რაღაცა პერიოდი ეპოქა ისეთი რომ დიახ. წყალი მიირთვით თუ გნებავ. ეპოქა ისეთი რომ მათ უწევთ რაღაც წარმართობასთანაც კავშირი და სამივე მათგანი სხვათა შორის ძალიან გვიან მოინათლა, მაშინ ტრადიცია იყო, პრაქტიკა იყო ასეთი თორე ტრადიცია არ არის თეორიული ტრადიცია განსაკუთრებული არ იყო. არაჩვეულებაში, არამედ საკმაოდ დიდი, მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი დაახლოებით 30 წლის, ასევე ბასილი დიდის დაახლოებით 30 წლის, წმინდა ივანე ოქროპირის თუ ცუდად არ მახსოვს 25 წლის იყო საკმაოდ გვიან. ოღონდ ეს არ იყო რაიმე კონკრეტული გამიზნული შემთხვევა, აი თქვათ ახლა მე ცუდად ვიცხოვრებ და მე მოვინათლები და ვიცი რა რომ ყველანაირ ცოდომები. არა, ეს პრაქტიკულად ხდებოდა ასეთი რაღაცა, აი მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებაში პირდაპირ არის გამოკვეთილი, რომ ის თავიდან აპირებდა, რომ უბრალოდ სწავლულება მიეღო, განესწავლა, ალექსანდრიაში ჩადის და გაივლის ამ მაშინ ფილოსოფიური სკოლებში სწავლა, ეს იყო და დღეს რო შევადაროთ, არ ვიცი, რაღაც ოქსფორდის უნივერსიტეტი რაღაც განსაკუთრებული უმაღლესი სასწავლებლები იყო და ალექსანდრიის დასრულების შემდგომ მან მოიწადინა, რომ მაინც ცენტრი, რომელიც იყო იმ პერიოდში მეცნიერების, ეს არის ათენი, მართალია ვეღარ არის ისეთი ათენი, როგორც შეიძლება უფრო ადრე ყოფილიყო, მაგრამ მაინც ამ დროს ცენტრია მთავარი სწავლულებისა და მიდის ათენში და იქ შეეცდება, რომ ფილოსოფიურ სკოლაში მიიღოს განათლება და აი ამ პერიოდში გზად პირდაპირ არის მის ცხოვრებაში აღწერილი, ის იხსენებს კიდეც თავის შესახებ, გზად მიმავალი განსაკუთრებული ღელვა იქნება და გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნუ ეს როგორც წესია ხოლმე პიროვნების ცხოვრებაში ხშირად არის გამოკვეთა, რაღაცა იქ მასშტაბურია, ყველას ეხება ეს ღელვა, მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველმა განიკუთვნა საკუთარ თავზე მთლიანად ეს დანაშაული და მაშინ აღუთქვა ღმერთს, ცოტა კადნიერადაც კი ეს კადნიერება ახასიათებდა წმინდა ადამიანებს, მართლა ეს კადნიერება ცუდი გაგებით კი არა, ცოტა წაუყენა კიდე ღმერთს რაღაცა პირობა, რომ აი შენ ახლა არიცი ვის კარგავ ამით. ეს მაყურებელს მინდა გაუმახვილო ყურადღება, ეს არ არის რაიმე ან არც ამ პარტავნების გამოვლენა
გავლენება ეს არის შინაგანი გრძნობელობა, უფრო წუხილი იმისა, რომ შეიძლებოდა არა სიკვდილს კი არ განელტოდა ამ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც მას მართლა სურვილი ჰქონდა მოღვაწეობა. სხვათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა ნონამ ცნობილია, აღუთქვა ღმერთს სწორედაც და დაბადებაც ასე მოხდა მისი, რომ თუ შვილს მიმადლებდა, აუცილებლად ღმერთს შესწირავდა და აი ესეც აწუხებდა გარკვეულწილად გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომ დედის ეს აღთქმა რამდენად გაქარწყლდებოდა მისი დაუდევრობიდან გამომდინარე. და მართლაც ღელვა დაწყნარდება, გადარჩება გრიგოლ ღვთისმეტყველი და ჩავა ის ათენში, მიიღებს სწავლულებას და შემდგომ უკვე მოინათლება. საინტერესოა, რომ ამ პროცესში სხვათა შორის მას მამაც გრიგოლი, ასევე ნაზიანზის ეპისკოპოსი, მისივე მოსახელე, ან უпроსტოდ ის იყო მოსახელე მამისა, ისის გამორჩეული პიროვნება, მართალია თავიდან ცოტა წარმართული უდაურ მიმართულებას მიჰყვებოდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მამა, მაგრამ შემდგომში ის მოექცევა და ეპისკოპოსიც გახდება საკმაოდ სახელოვანი, იმდენად სახელოვანი ეპისკოპოსი, რომ როდესაც ბასილი დიდის გარშემო ძალიან დიდი პრობლემა იდგა, გრიგოლ ღვთისმეტყველის მამამ, ან გრიგოლ ნაზიანზებმა მიიღო ძალიან დიდი მონაწილეობა უშუალოდ მის ეპისკოპოსად ხელდასხმაში. ფაქტობრივად მისმა სიტყვამ გადაწყვიტა, აქვე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბასილი დიდს ჰქონდა ძალიან დიდი მეგობრული კავშირი ერთმანეთთან. გრიგოლი იხსენებს თავის ეპიტაფიაში, რომ ჩვენ ვიყავითო ორ სხეულში ერთი სული. ბასილი დიდმა აღწერა მისი ცხოვრება. ბასილი დიდმა არ აღწერა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა აღწერა პირიქით. სხვათა შორის აი გახსენებაზე ბასილი დიდი არის, ნუ არ ვიცი ახლა შეიძლება ცოტა ისე გამოგვივიდეს, მაგრამ არის ერთადერთი მოღვაწე და ამითაც გამორჩეული, რომლის შესახებაც 4-მა დიდმა ადამიანმა დაწერა, აი არანაკლებ დიდმა ადამიანმა, ეს არის ნუ მაინც შედევრი ალბათ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეპიტაფია, ანუ წარმოთქმული სიტყვა მისი გარდაცვალების დღეს მისმა ძმამ გრიგოლ ნოსელმაც ასევე საქებარი სიტყვა მიუძღვნა, წმინდა ეფრემასურმა ძალიან მოკლე, მაგრამ მაინც ქება შეასხა და ასევე იყო მის ერთ-ერთი თანამოღვაწე ამფილოქე, წმინდა ამფილოქე იკონიელი მანაც დაწერა. ასეთი ჩვენ პრეცედენტი თითქმის არ გვაქვს ეკლესიის ისტორიაში, იმდენად დიდ ფაქტთან, დიდ მოღვაწესთან გვაქვს. ბატონო რევაზ, აი თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ ბასილი დიდის განსაკუთრებულ როლზე და მის სულიერ მდგომარეობაზე განსაკუთრებულზე იყო ჩვენება და აი თქვათ რაზე საუბრობდით ეს რომ გამგვიმარტოთ და ვინაიდან ცოტა დრო გრჩება, იქვე რომ გადავიდეთ წმინდა იოანე ოქროპირზე, რომელიც ქადაგებებით განთქმულია და ნუ არ არსებობს ალბათ ეკლესიის მრევლი მაინც, რომელსაც ერთხელ მაინც არ ქონდეს გაგონილი, მოსმენილი მისი ქადაგებების შესახებ და აი ის პერიოდი, როდესაც მას დევნიდნენ და როგორი თავმდაბლობა გამოავლინა, აი ამაზეც რო შეეხოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ზეგან მახსენებთ ჩვენება, ეს შეიძლება უცებ მაყურებლისთვის აღმოჩნდეს, რომ ჩვენ უპირისპირდება ეს მოვლენა იმას, რაც დღეს ერთობას უკავშირდება, რა თქმა უნდა ასე არ არის. იყო ამავე პერიოდში, სხვათა შორის ერთი ასეთი გამოცხადება, ოღონდ საკმაოდ ცნობილი პიროვნების შესახებ, ეს ერთ-ერთ ბერს მის სახელი მაინც და მაინც ცნობილი არ არის, ერთ-ერთ ბერს ჰქონდა გამოცხადება, ეს ის პერიოდია, როცა იყო პიროვნება ასეთი სვიმონ მეტაფრასტი, ძალიან დიდი პიროვნება, რომელსაც ბევრი რაღაც უკავშირდება მწერლობის თვალსაზრისით და მის შესახებ, მისი პიროვნების და ღვაწლის შესახებ იყო არაერთგვაროვანი მოსაზრება და აი ამ ბერის გამოცხადებამ გარკვეული წამოწევა მოახდინა ამ სვიმონ მეტაფრასტის და აი იმ გამოცხადებაში მოხდა ეს ხილვა, რომელიც სხვათა შორის ეკლესიის მიერ გაზიარებულია, ასეთი რაღაც. ანუ ამ შემთხვევაში სვიმონია მთავარი თითქოს, ანუ მის პიროვნებას ეხება, მაგრამ აი ამ გამოცხადების პროცესში ამ ბერმა იხილა კრება ასეთი, ნუ ღმერთის მიერ მოწეული კრება და როგორ ხდება ღმერთის მოწოდება ადამიანთა და ნელ-ნელა შემოსვლა მის აი ამ კრებულთან და პირველად ხაზგასმული იყო. პირველად მოუწოდეთ ბასილის, აი ბასილი რა თქმა უნდა ამ ჩვენების მიხედვით რაღაც წამოწეულია, წინ რაღაც მაღალ საფეხურზე დგას, შემდგომი მოწოდებას მოყვნენ გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმინდა იოანე ოქროპირი ერთად მოქცეულნი, ან ბასილი მაინც მათზე წინ არის და შემდგომ უკვე სვიმონ მეტაფრასტი ამ ჩვენების მიხედვით აი ამ პიროვნებაზე უკვე იქნა ხაზგასმული. აი ამ ჩვენებამ დაამოწმა ეს ფაქტი, რომ ბასილი დიდი რაღაცით გამორჩეული იყო. თუმცა ეს მარტო ჩვენება არ არის ფაქტი. ბასილი დიდის ცხოვრება ამოწმებს ამას. ეს იყო აი გრიგოლ ღვთისმეტყველი ცოტა იყო როგორი პიროვნება, იცით რომ მაგალითად ის სასიმას ეპისკოპოსად, როდესაც მას ხელი დაასხეს, მერე უდიდესი კათედრაც, შემდგომ უკვე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, ის აი არ რჩებოდა ამ პოზიციაში და სულ ცდილობდა რომ
მოეცემდა თუ არა საშუალება დაეტოვებინა წასულიყო. ბასილი დიდმა იმდენად მძიმე ცხოვრება გადაიტანა, სხვათა შორის თავის ძმის გრიგოლ ნოსელის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებას. ახლა მე გრიგოლ ნოსელს ვასახელებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამორჩეულია სამწერლობო კუთხით, თორე ბასილი დიდი ამითაც გამორჩეულია მისი ოჯახი, რომ უამრავი წმინდანია, უშუალოდ მის გარემოცვაში და ესეც ერთ-ერთი უდიდესი პრეცედენტია. უბრალოდ გრიგოლ ნოსელი ხშირად მოიხმარება, რომ სამწერლობო, აი პატისტრიკულ ლიტერატურაში სწორედაც ეს მოღვაწე განსაკუთრებით ცნობილია და ფაქტობრივად აი მთელი არიანული ეკლესიის ისტორიაში აღწერილია კესარიის ეპარქია არიოზელებით როგორ იყო მოწყლული და ბასილი დიდი დაუდგა, ნუ არ ვიცი რა გადაიტანა ამ ადამიანმა, ბასილი დიდი დადგა როგორც სვეტი და გააქარწყლა ყველანაირი შემოტევა. სხვათა შორის ჩვენ არ ვიცით ახლა მეოთხე საუკუნე და ზუსტი არც დეტალები გვაქვს ასეთ ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მცირე ასაკოვნობა მისი 59 წლის აღესრულა, შესაძლოა დიდი ალბათობა ასეც ყოფილიყო, სწორედაც ამ ცხოვრებისეულმა ამ სტილმა განაპირობა, აი ესეთი შეჭიროება თან ის გულში იკლავდა ყველაფერს, არაფერს არ აღმოთქვამდა და ბუნებრივ ეს რამდენიმე სიტყვით წმინდა იოანე ოქროპირის ძალიან რთულია რომ რამდენიმე სიტყვით, მაგრამ წმინდა იოანე მით უმეტეს წმინდა იოანე ოქროპირის, იმიტომ რომ საბოლოოდ ვიცი ჩვენ რასაც უკავშირდება მისი, კონკრეტულად საქართველოს მისი საბოლოოდ გადმოსახლება. წმინდა იოანე ოქროპირის ასევე თავიდანვე გამორჩეული იყო, აი აქ დედის როლი არის საკმაოდ ძვირფასი, სხვათა შორის წმინდა იოანე ოქროპირის დედაზე კიდე ცალკე საუბარი შეიძლება, იმდენად ბრწყინვალე ქალბატონი იყო, ანთუსაი ძალიან მალევე დაქვრივდა და ოქროპირი თავიდანვე სიწმინდით იზრდებოდა, მაგრამ ერთი ფაქტი იყო, როდესაც მან მოიწადინა ამ ქვეყნის დატოვება და წასვლა ცალკე დედამ სთხოვა განსაკუთრებით, იმიტომ რომ შეიძლება ახლა წასულიყო წმინდა იოანე ოქროპირი, თავი მიეცა მას განდეგილობისთვის და ამით შეიძლებოდა ფაქტობრივად დასრულიყო, თუმცა რა თქმა უნდა, ღმერთი არ დატოვებდა და ამ ჩირაღდანს აუცილებლად გამოიტანდა გარეთ და დედამ სთხოვა განსაკუთრებით, რომ ნუ დამამწუხრებო, ერთადერთი ადამიანი ვრჩები, რომელთანაც შეიძლება სიხარული გავიზიარო და ჩემს სიცოცხლეში მიუხედავად იმისა, რომ კეთილმორწმუნე იყო, ანთუსა ჩემს სიცოცხლეში ამ ნაბიჯს ნუ გადადგაო, დაემორჩილა მართლაც დედის აი ამ თხოვნას წმინდა იოანე ოქროპირი და მისი გარდაცვალების შემდგომ უკვე მონაზნად აღიკვეცება, არანაირი ეპისკოპოსობის სურვილი არ იყო, ძალიან მოკლედ ვიტყვი უბრალოდ, რომ ერთ-ერთი ფაქტიც კი არის, როგორ საკუთარი მოატყუა თითქოს საკუთარი მეგობარიც კი, აღწერილი აქვს მისი 6 სიტყვა მღვდლობის შესახებ აი ამ ისტორიაში, როგორ მოატყუა და ის მას დაასხეს ხელი ეპისკოპოსად იმის იმედად, რომ იოანე ოქროპირიც ასევე გახდებოდა, თუმცა მან უარი თქვა და წავიდა, მაგრამ ნუ ამით ბუნებრივი არ დაიკარგებოდა მაინც და ღმერთმა წარმოაჩინა პირველ საფეხურზე. წმინდა იოანე ოქროპირი მკაცრი იყო იმით, რომ ის არ დაერიდა და დედოფალსაც კი ამხელდა და ჩვენ ვიცით ყველამ ეს ისტორია დედოფალი, უსჯულო დედოფალი ევდოქსიასთან დაკავშირებით, მან უსჯულო იეზაბელსაც კი შეადარა და ამიტომ დედოფლის მრისხანება გამოიწვია და ყველაფერი გააკეთა დედოფალმა მის წინააღმდეგ, გამოიყენებინა აბსოლუტურად ყველანაირი საშუალება, ეკლესიაშიც კი, ეკლესიაში ეპისკოპოსები აღძრა მის წინააღმდეგ და ნუ იოანე ოქროპირის ჩამოშორებაში ფაქტობრივად ლომის წვლილი მიუძღვნეს და საბოლოოდ ჩვენ ვიცით, ხალხის თხოვნის, ხალხის ცდელობის მიუხედავად, როგორ სხვათა შორის აი ხალხის ცდელობაზე გამახსენა წმინდა იოანე ოქროპირმა ერთი საოცარი რამ ჩაიდინა, როდესაც ადამიანები მთელი კონსტანტინოპოლი ახლა ამხელა წმინდა მოძღვარია, მზად იყო, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, წმინდა იოანე ოქროპირი გაეთავისუფლებინათ, როდესაც მან მოახლოებული საფრთხე იგრძნო, ახლა ესეც ფაქტია ერთ-ერთი, რომ ძალადობისკენ ეკლესია ბუნებრივი არასოდეს არ არის მომწოდებელი, როდესაც ამის საფრთხე იგრძნო, თვითონ სთხოვა მეფეს, რომ წაეყვანათ ის, იმიტომ რომ იცოდა მას სისხლი დაიღრებოდა აუცილებლად და ასე მოხდა საბოლოოდ მისი გადმოსახლება შორეულ იმპერიაში, შორეული იმპერია ამ შემთხვევაში აღმოჩნდა კომანისკენ მოუწიათ მათ წამოსვლა და ნუ ვიცით ჩვენ რომ იქ გარდაიცვალა და საბოლოოდ იქ დაიფლა და იქ აღესრულა 407 წელს. ნუ ძალიან რთულია კიდევ ერთხელ ვამბობთ და ადამიანებს ვისაც გვაქვს ეკლესიურ ცხოვრებასთან შეხება, ამ დიდ წმინდანებს სულ ვეხებით, ვინაიდან ნუ წმინდა იოანე ოქროპირის წირვა არსებობს, ბასილი დიდის წირვა, რომელიც დაიწყება დიდ მარხვაში, ესე იგი ბასილი დიდის ცხოვრება აღწერა გრიგოლი ღვთისმეტყველმა. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ყველაზე ვრცლად. და ბასილი დიდის ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, აი სულ 30 წამში რომ ჩავედიოთ,
ბასილი დიდის შესახებ ცნობები და თვითონ წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებებიც, აი როგორ შემოგვინახა ეკლესიის ისტორიამ, ესეც საინტერესოა. წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებები, ეს იმ ორისგან გამორჩეული იმით არის, რომ ფაქტობრივად 11 წმინდა წელი განმარტა და არ დარჩენილა არანაირი, რა ვიცი, ახლა მისი გამოცემულიც არის ქართულადაც, თუნდაც რა თქმა უნდა დედნის ენაზე ბერძნულად, უამრავი ტომია. ფაქტობრივად არის მთელი პატროლოგია ნახევარი მაინც წმინდა იოანე ოქროპირის არის და შემორჩენილია ყველა მათგანი ბუნებრივად თარგმნილია მრავალ ენაზე და მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ მე-4 საუკუნე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე-4 საუკუნე, იმიტომ რომ იმდენად მარტივი იყო, სხვათა შორის ჩვენ ვიცით, სიტყვა ოქროპირიც საიდან ეწოდა, ხო, მას, რომ ერთ-ერთი ქადაგების დროს ერთ-ერთმა ქალბატონმა როგორც თხოვა, რომ ძალიან ღრმა იყო მისი მსჯელობა, მისი სიტყვა და სთხოვა, რომ იქნებ როგორმე მარტივად ეკადაგა და ამის შემდგომ დაიწყო წმინდა იოანე ოქროპირმა მარტივად ქადაგება და ამიტომაც შეარქვეს ოქროპირი მას. იმდენად მართლაც ძალიან სუბუქად არის გადმოცემული განსხვავებით იმავე ბასილი დიდისგან, იმავე გრიგოლ ღვთისმეტყველისგან, რომელთაც გარკვეული თორწა და ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და დიდი მადლობა მობრძანებისთვის თარგმნით. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუნჯელიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. დავაგრძელებთ გადაცემას. კინოთეატრ ამირანში გაიმართა ფილმის სახელწოდებით 2000 წლის შობა მყინვარის ბეთლემის გამოქვაბულში ჩვენება. ფილმი ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ორგანიზებით მომზადდა და მასში ასახული არის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლაშქრობა, რომელიც 26 წლის წინ მყინვარწერზე მოეწყო, სადაც მღვდელმთავარი პროფესიონალ ალპინისტებთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ ნახოთ ეს სიუჟეტი. უწინდელს დროში ღვთისამოსავთა გამოუქვაბა მონასტერი და იმ ყინულში შეთხილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაც აერი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2000 წელს ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პროფესიონალ ალპინისტებთან ერთად მყინვარწვერზე ავიდა. მოლაშქრეთა ჯგუფმა ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ბეთლემის გამოქვაბული მოინახულა და შობის ღამეს 4100 მეტრის სიმაღლეზე სადღესასწაულო აღასრულა. უბალო რომელმა ყოვლადწმინდა სული შენი ჟამსამესამესა მოწაფეთა შენთა გარდა მოვლენა განათლებული. ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ორგანიზებით ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლაშქრობა ფილმის სახით შეიკრა და კინოთეატრ ამირანში ფართო აუდიტორიას წარედგინა. ღონისძიება სიმბოლურად მღვდელმთავრის დაბადების დღეს გაიმართა. ფილმის სახელწოდებით 2000 წელი შობა მყინვარის ბეთლემის გამოქვაბულში უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც შემდეგ წელს აღინიშნება. პირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კარგი ამბის מחარებელი ვარ. ჩვენ 25 დეკემბერს დღესასწაულეთ პატრიარქის 48 წლის, 52 წლის თავი აღსაყდრებიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო 59 წელი, ეხლა არის 59 წელი და ეს წელი რო გასრულდება 25 დეკემბერს ვიდღესასწაულეთ პატრიარქის აღსაყდრების 59 წლის იუბილეს და 50 წლის დასაწყისს. ანუ გაისათ ამ დროს, თუ კიდე შევიკრიბებით, ხო უკვე მე 50 წელი იქნება და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ და ყველას გითხრათ, რომ ჩვენ კარგად მოვემზადოთ მთელი ქვეყანა იმისათვის, რომ პატრიარქის 50 წლის იუბილე აღნიშნოთ მისი პატრიარქობის. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა საერთოდ ეკლესიის ისტორიაში. გინა დასავლეთ სამყაროში, გინა აღმოსავლეთ სამყაროში, აი ესეთი პატრიარქი, პირველი იერარქი, 50 წელი ყოფილიყოს ეკლესიის მეთაური, ასეთ შემთხვევა არ ყოფილა და ეს გარდა იმისა თავისთავად ლამაზი შეიძლება სათქველია, მაგრამ თავარი აქ არის პატრიარქის პიროვნება. რა, როგორი ჩაიბარა ეკლესია და როგორი, აი დღეს როგორი ეკლესია გვაქვს, როგორი ქვეყანა გვაქვს. აი და მე ესე იგი მართალია დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე ესე იგი ფილმები უნდა ვაჩვენო, მაგრამ ეს ყველაფერი ეძღვნება პატრიარქს და მე მინდა ამითი ყველას მოგცეთ მაგალითი და ყველას მოგიწოდოთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას ყოველ დღე წავიკითხოთ 102 ფსალმუნი პატრიარქის ჯანმრთელობისათვის, რომ მასთან ერთად შევხვდეთ მისი აღსაყდრების 50 წლის იუბილეს. თვითონ პატრიარქი 2000 წლის შობას ბრძანდებოდა ბეთლემში, ანუ ესე იგი იერუსალიმთან, ანუ ისრაელში და
იქ დაესწრო წირვა, სადაც იყვნენ ყველა მართლმადიდებელი პატრიარქის შეკრებილები და იქ იყო და იქიდან ქართველ ერს მიმართა, რომელიც რადიოთი გადმოიცადა. მისი ლოცვა-კურთხევით მთასვლებთან ერთად მე ვიყავი მყინვარწვერის ფერდობზე, სადაც არის ბეთლემის გამოქვაბული ისტორიული საქართველოსათვის და იქ ჩავატარეთ, ვაკურთხეთ როგორც ტაძარი და ჩავატარეთ წირვა. და ის არის გადაღებული, როგორც ფილმი, ეს ადრე კი გვაქვს ნაჩვენები, მაგრამ დიდი ხანი გავიდა და მისი ხმა ისმის იქა თვითონ ჩანს პატრიარქი ახალგაზრდა. კინოთეატრ ამირანში ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი. ფილმის პრემიერას დაესწრნენ ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ჩემთვის პირადად ჩვენი ეკლესიისთვის, წმინდა სინოდისთვის არის მნიშვნელოვანი დღე, თარიღი. მეუფე ნიკოლოზი გახდა 65 წლის და მან გადაწყვიტა და მრევლმა გადაწყვიტა ეს დღე აღნიშნოს იმით, რომ შესანიშნავი ფილმები გადის და ნახავს ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მრევლი. ეს არის თუ როგორ ილოცა მეუფე მყინვარწვერზე. თქვენ იცით, რომ მყინვარწვერი ყველაზე მაღალი მთა არის ჩვენთვის და სამწუხაროდ მისი ნაწილი უკვე აღარ შედის საქართველოს სახელმწიფოში, მაგრამ ეს მაინც ითვლება, რომ ესაა ჩვენი ეროვნული მთა, ჩვენს გერბზეც იყო გამოხატული ძველად და იქ ასვლა, ესე იგი, იქ არის ნათქვამი თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, რომ როცა შემობრძანდა ანდრია პირველწოდებული, მან მყინვარწვერზეც აიტანა ჯვარი, მყინვარწვერზე, ახ წარმოიდგინეთ 5000 მეტრის სიმაღლე და ჯვარი და იქ თქვენ გახსოვთ, რომ იყო მონასტერი გამოქვაბული, ბეთლემი ერქვა და მართლაც იყო მთასვლელები და ნახეს. ილიასაც გახსოვთ, რომ ის შესახებ აქვს განდეგილი, დაწერილი და იმის გაცოცხლება, ასე ვთქვათ, ამ ძველი ეროვნული დიდი ტრადიციის გაგრძელება და გაცოცხლება შეძლო მეუფე ნიკოლოზმა. მეუფე კალისტრატეს იყო ცოტა უფრო ადრე, ახლა მეუფე ნიკოლოზი და ეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ფილმი არის. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ გაჟღერდა რადიოს საშუალებით 4100 მეტრის სიმაღლეზე ბეთლემის გამოქვაბულში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხმა. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი წლებია ტრადიციულად საკუთარ დაბადების დღეს საავტორო ფილმების ჩვენებით აღნიშნავს. მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ეს საინტერესო სიუჟეტის მომზადებისთვის, როგორც შევიტყვეთ, ფილმი, რომელიც ჩვენებაც გაიმართა კინოთეატრ ამირანში, მიეძღვნა უწმინდესა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და ფილმის გადაღება, მომზადება მოხდა მეუფე ნიკოლოზის ფაჩუაშვილის ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მეუფე ნიკოლოზს შეუსრულდა 65 წელი და ჩვენ ვისარგებლებთ შემთხვევით და ჩვენი ტელევიზიის სახელით, ჩვენი გადაცემის სახელით მეუფე ნიკოლოზს დიდი პატივისცემით ვლოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ მრავალჟამიერ მოღვაწეობას, დღეგრძელობას და მხნეობას. ვლოცავთ მეუფე ნიკოლოზს 65 წლის იუბილეს, სრულიად საქართველოს დღევანდელი წმინდანების მღვდელმთავრების ხსენების დღეს გილოცავთ. ელისაბედ აბულაძე და რეგინე მსიწვერდზე მუშაობდით. თქვენთვის მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდელი მშვიდობებით.